მოგესალმებით. ეს არის მსოფლიო როგორც ასეთი, მე გახლავართ ალექსი ბუკა-პეტრიაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი და რონდელის ფონდის და BMG-ის ტელევიზიის ერთობლივი პროექტით ვაგრძელებთ მსოფლიოს ყველაზე ცხელი ამბების მიმოხილვას. ცხადია, საქმის მთავარი ჩვენი ფოკუსი არის ახლა მიმართული ბუნებრივია უკრაინაში რუსეთის აგრესიის შეჩერებაზე. ეს არის გადამწყვეტი მომენტი, უმნიშვნელოვანესი კვირა, სხვადასხვა ტიპის შეფასებები გვესმის ბუნებრივია და აქ უნდა განისაზღვროს, უნდა აღინიშნოს და უნდა განხილულ იქნას ცხადია ევროპელი ლიდერების როლი, ევროპული ქვეყნების მნიშვნელობა და მათი ჩართულობა ამ პროცესში. შედარებით ახალი მოთამაშეა, თუმცა პირდაპირ ჩაერთო უკვე ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში გერმანიის კანცლერი 69 წლის ფრიდრიხ მერცი, რომელიც ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის პოლიტიკური წარსულის მქონეც არის ასევე იურისტიც, არის ასევე ბიზნეს იურისტიც, მოკლედ ძალიან საინტერესო წარსული აქვს და ძალიან საინტერესოა მისი პირველი ნაბიჯები, რომელიც საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე გადადგა, საფრანგეთი, პოლონეთი, შემდეგ უკრაინა, ყველა თავის ამ ზემოჩამოთვლილ ქვეყნების ლიდერებთან ერთად, მათ შეუერთდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა ჰქონდა. კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან, შემდეგ კი საუბრეს დონალდ ტრამპთან ტელეფონით და მივალთ ამ თემამდე აუცილებლად, რა თქმა უნდა, რა მოხდება ხუთშაბათს, პროგნოზი უმადური საქმეა, მაგრამ შეიძლება დარწმუნებით ვთქვათ, რომ ზელენსკი თურქეთში ნამდვილად იქნება და დაელოდება ვლადიმერ პუტინს. თუმცა ამ დრომდე კრემლის მხრიდან არავით არის საპასუხო კომენტარი ამასთან დაკავშირებით არ გაკეთებულა. და მაინც ვინ არის გერმანიის ახალი კანცლერი, რას უნდა ველოდოთ გერმანიის ახალი მთავრობისგან და როგორი იქნება მისი ნაბიჯები უახლოეს პერიოდში. გერმანიის კანცლერმა თქვა, გერმანია დაბრუნდა. ამას გავარკვევთ და შევეცდებით გავერკვიოთ ჩვენს დღევანდელ ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო და საპატიო სტუმართან, ილია ჭავჭავაძის სახელობის ცენტრის აღმასრულებელ დირექტორთან, დიპლომატთან, ჩვენს კოლეგასთან, მეგობართან, ნინო კალანდადესთან. ნინო, მოგესალმები. მოხარული ვარ, რომ ხარ ჩვენი გადაცემის სტუმარი და რა თქმა უნდა გერმანიაზე სულ ფოკუსში, როდესაც ვფიქრობდი, ერთ პირველი, რა თქმა უნდა, შეგამახსენდი და მინდა რომ ვისაუბროთ დღეს შედარებით უფრო ცლად და მოცულობითად რომ მქონდეს ჩვენს მაყურებელს წარმოდგენა, რას უნდა ველოდოთ გერმანიის ახალი მთავრობისგან. სულ რაღაც დღეებია შეუდგენ საქმიანობას და ძალიან აქტიურად ჩაერთო თავად კანცლერიც და მისი გუნდიც ამ მთელ ამ უმნიშვნელოვანეს პროცესებში. შუადღემშვიდობის, დიდი მადლობა ბუკა მოწვევისთვის, კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ სტუდიაში და სულ ასეთ კარგ ამბებზე გვესაუბროს, მართლაც დიდი გეოპოლიტიკური გამოწვევების და გარდატეხის პერიოდში ვიმყოფებით, განახლებული ძალების ევროპას ვუყურებთ, განსხვავებულად მიმდინარეობს გეოპოლიტიკური ევროპის საზღვრების დეფინირება და ახალი გეოპოლიტიკური მოთამაშეების წარმოქმნა ახალი პოზიციებით, რაც ერთის მხრივ განაპირობა ბუნებრივია იმან, რომ 2022 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში სრულიად გაუმართლებელი აგრესიით და ამავდროულად უკვე 2025 წელს ვაშინგტონის ახალი ადმინისტრაციის ცოტა განსხვავებულმა პოლიტიკამ, ყოველ შემთხვევაში განსხვავებულად იმისგან, რასაც ჩვენ აქამდე ველოდით, ამან განაპირობა ბევრი რამ, ბიძგი მისცა მათ შორის იმას, რომ ევროპის მოქმედმა და ახალმა ლიდერებმა ცოტა გადააფასეს აქამდე არსებული პოლიტიკა და გადაწყვიტეს, რომ საკუთარ ხელში აიღონ პოზიციები და შესაძლოა უახლოეს მომავალში ევროპა კვლავ სერიოზულ გეოპოლიტიკურ სიმძიმის ძალად მოგვევლინოს. ყოველ შემთხვევაში ამ პროცესებს ვაკვირდებით ჩვენ და ეს იქნება მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ რეგიონისთვის, უკრაინისთვის პირველ რიგში და მათ შორის ჩვენი რეგიონისთვის, რომელიც არის რამდენად დიდია ამის შანსი?
რომ ევროპა იქცეს საბოლოოდ იქცეს ისეთ სტრატეგიულ და მნიშვნელოვან მოთამაშედ, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, როგორიც არის ჩინეთი. აი ესეთი მასშტაბის მოთამაშე. ცხადია არსებობს გამოწვევები, მაგრამ რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია, არის პირველ რიგში ახალი კოალიციის პოლიტიკური მზაობა, გერმანიის ახალი კანცლერის პოლიტიკური მზაობა, მოთამაშეების ერთობლივი ძალისხმევის განსაზღვრა და რაც მთავარია, წარსული შეცდომების შესაბამისად შეფასება, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში ბერლინის და უფრო ადრე კიდევ ბონის პოლიტიკის გადაფასება და ახლებურად დანახვა და აქ ნიშანდობლივია ისიც, რომ მერცი პრაქტიკულად ემიჯნება მისივე გუნდის წინამორბედის საგარეო პოლიტიკას მკვეთრად რუსეთთან მიმართებით და რეგიონთან მიმართებითაც და გვაფიქრებინებს ის, რომ მათ ასე ჩანს დღეს გადმოსახედიდან, რომ სრულიად გააზრებული აქვთ, რასთან აქვთ საქმე, როდესაც ისინი ვლადიმერ პუტინზე საუბრობენ, როდესაც ისინი რუსეთზე საუბრობენ, როდესაც ისინი პუტინისტურ ექსპანსიონიზმზე საუბრობენ და იმაზე, თუ რა საფრთხეები არსებობს დღეს ევროპის წინაშე, ამერიკის ახალი როლის გათვალისწინებით და პირველ რიგში იმის გათვალისწინებით, თუ რა საფრთხე მომდინარეობს რუსეთიდან. ეს ყოველთვის ასე არ იყო, არა მხოლოდ საფრთხეები არ იყო სწორად შეფასებული, არამედ განსაკუთრებით გერმანიაში მოწინავე პოზიციებს იკავებდა ის პოლიტიკური არგუმენტი, რომ თუ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის კომუნისტურ ელიტებთან თანამშრომლობისაც საუბარი იყო და მოსაზრება იყო ასეთი, რომ მათთან თუ გაღრმავდებოდა ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, მაშინ ეს ბიძს მიცემდა ლიბერალური დემოკრატიის წარმოშობას საბჭოთა ავტოკრატიაში და შემდგომ უკვე თანამედროვე რუსეთში. ეს არგუმენტი სულ გაზრდებდა ჯერ კიდევ ვილი ბრანტის პოლიტიკიდან დაწყებული ეს ეგრეთ წოდებული ოსტპოლიტიკა, ანუ აღმოსავლეთ პოლიტიკა, რომელიც მას აფიქრებინებდა, რომ ეს იყო მთავარი პოლიტიკური უსაფრთხოების არგუმენტი, თუ საერთო ვაჭრობა იარსებებდა და გრძელვადიანი მილსადენები და გრძელვადიანი კონტრაქტები, მაშინ ეს ავტომატურად აიძულებდა, კი არა, შექმნიდა მოცემულობას, რომ თავდასხმის შესაძლებლობა და სამხედრო აგრესიის შესაძლებლობა აღარ იარსებებდა ევროპაზე და დემოკრატიულ დასავლეთზე. ეს პოლიტიკა გაგრძელდა შემდგომ უკვე შემდეგ ეტაპზე, ყავდა თავისთავად მოწინააღმდეგეები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იცი რომ კარტერიც, ნიქსონიც, რეიგანიც ეწინააღმდეგებოდნენ ამ პოლიტიკას. სწორედ იმიტომ, რომ ისინი ფიქრობდნენ, რომ ევროპა შესაძლოა ზედმეტად დამოკიდებული გახდეს არა მხოლოდ ავტოკრატ მოთამაშეებზე, არამედ დამოკიდებული გახდეს მათ კეთილნებაზე და საბოლოო ჯამში ეს არის რა შედეგიც ჩვენ მივიღეთ. მას შემდეგ, რაც ეს პოლიტიკა უკვე გაგრძელდა ჩვენს თანამედროვეობაში, როდესაც ჯერ გერჰარდ შროდერმა, შემდეგ ანგელა მერკელმა გააგრძელეს ეს ტრადიცია ამ რუსეთის ინგეიჯმენტის, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების, იმის და მიუხედავად, რომ როგორც საბჭოთა პერიოდში, ისე შემდგომ თანამედროვე რუსეთის მხრიდან არასდროს შეჩერებულა იქნება ეს ტერორისტული აქტები, იქნება ეს ექსტრემიზმის გაძლიერება, იქნება ეს თავდასხმა დემოკრატიულ დასავლეთზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მიიჩნეოდა, რომ ერთშვენიერ დღეს და რაღაც ეტაპზე მოიაზრებოდა, რომ ფუკუიამაც ამას ამბობდა, რომ ლიბერალური დემოკრატია თავისით, ესე იგი, ფეხს მოიკიდებს, ვაჭრობა თავის გზას გაიკვალავს და შემდგომ ყველა ავტორიტარული მმართველობა რაღაცა უფრო უკეთეს მართლობაში ტრანსფორმირდება. საბოლოო ჯამში შედეგი სრულიად განსხვავებული დადგა, განსხვავებული იმ გაგებით, რომ ავტორიტარიზმი გაძლიერდა, გამდიდრდა, პუტინის პირობებში ინსტრუმენტალიზაცია მოხდა კგბ-ს და კორუფციული სქემების, რომელსაც ისინი პირდაპირ იყენებდნენ დასავლური დემოკრატიების წინააღმდეგ, იმიტომ რომ სწორედ დასავლურ დემოკრატიას ხედავდნენ გამოწვევას საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის.
და საბოლოო ჯამში მოხდა ის, რომ დასავლეთმა თუ მთელი რესურსი ჩადო იმაში, რომ მილსადენები გაეძლიერებინა, მერკელის პირობებში ყველა დივერსიფიცირების ალტერნატიული პროექტი პრაქტიკულად ჩავარდა ნაბუკო, South Stream-ი, ანუ სრული კონცენტრაცია მოხდა Nord Stream-ზე, რამაც პრაქტიკულად ევროპა დატოვა ძალიან მოწყვლადი არა მხოლოდ რუსული გაზის, არამედ სწორედ კრემლის კეთილინების მიმართ. ამან განაპირობა ის, რომ შემდგომ ჯაჭვური რეაქციით წავიდა უკვე პოლიტიკური არასწორი გადაწყვეტილებები 2007 წელს, როდესაც მაპის მინიჭება არ მოხდა უკრაინასა და საქართველოსთვის, ამან განაპირობა რუსული აგრესია 2008 წელს საქართველოს მიმართ, როდესაც ამის იგნორირება მოხდა როგორც დასავლეთში, ისე სხვათა შორის ვაშინგტონში, როდესაც ითქვა, რომ რისეთის პოლიტიკას უნდა ქონოდა გზაფართო და თქვა, რომ we agree to disagree on Georgia და საქართველოზე ვერ ვთანხმდებით, მაგრამ ვაჭრობა და ბიზნესი უნდა გაგრძელდესო, ამან მიგვიყვანა შემდგომ ყირიმის ანექსიამდე და შემდგომ ამ ყველაფერზე თვალის დახუჭვამ ვაჭრობის არგუმენტის სანაცვლოდ მიგვიყვანა იქამდე, რომ 2022 წელს სრულიად წარმოუდგენელი მასშტაბის აგრესია განახორციელა პუტინმა დასავლური წესრიგის წინააღმდეგ. ეხლა ეს შესავალი იმიტომ მოვყევი, რომ დღეს თუ ჩვენ მაგალითად გავეცნობით BND-ს, ანუ გერმანიის სადაზვერვო სამსახურის ბოლო ანგარიშებს, იქ ვნახავთ, რომ ისინი საუბრობენ იმაზე, რომ როგორც სამხრეთ კავკასიის ქვეყნები და ყოფილი საბჭოთა კავშირის სამეზობლო ქვეყნები რუსეთის, ისე ამ წუთას მიმდინარე ომი უკრაინაში, ეს არის პერიფერიული სტრატეგია იმისთვის, რომ რეალურ სამიზნემდე მივიდეს მოსკოვი. ანუ მოსკოვის რეალურ სამიზნედ დღეს გერმანიის სადაზვერვო სამსახური განიხილავს ბერლინს და ევროპის სხვა დედაქალაქებს. ანუ აქ სულ სხვა პოზიციებთან გვაქვს ახლა საქმე, სულ სხვა ტიპის გააზრებასთან, თუ რას წარმოადგენს დღეს რუსეთი, რა სტრატეგიას აწარმოებს რუსეთი, რა ამოცანები აქვს პუტინს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ამოცანები და გეგმები მან 2007 წელს უკვე მიუნხენის კონფერენციაზე გააჟღერა, აი მთელი ამ რიგი მიზეზების გამო, ნაწილი ყოველ შემთხვევაში, რომელიც მე ვახსენე, ამაზე თვალის დახუჭვის შედეგად დღეს უკვე სულ სხვა რეალობასთან გვაქვს საქმე. ან დღეს ოფიციალური ბერლინი ამბობს იმას, რომ ჩვენ ვართ სამიზნე, ამბობს იმას, რომ 2029 წლისთვის ჩვენ უნდა ვიყოთ სამხედრო მზადყოფნაში, რომ მოვიგერიოთ სამხედრო იერიშში მოსკოვის მხრიდან და რომ რეალურ სამიზნეს სწორედ დასავლური დემოკრატია და დასავლური დედაქალაქები წარმოადგენენ. ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს იმის პარალელურად, რომ იქმნება ეს ეგრეთ წოდებული როგორ ითარგმნება მსურველთა კოალიცია, რომელიც უპირობო მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას ამ შემთხვევაში, ცხადია სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობს, მაგრამ უპირობო მხარდაჭერას უცხადებს ამ წუთას მსხვერპლს, რომელიც არის კიევი, არ განიხილავს კიევში რეჟიმ ჩეინჯს როგორც მოლაპარაკების საგანს. ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს იმას, რომ პოლიტიკური ნება არსებობს ერთის მხრივ, ახლა უკვე საკითხავია, რამდენად სწრაფად შესაძლებელია სამხედრო რესურსების მობილიზება, იმიტომ რომ იმისთვის, რომ ევროპა იყოს თავდაცვის უნარიანი და შეძლოს დიპლომატიურ მოლაპარაკებებში თავის პოზიციების გამყარება, ამისთვის მას სჭირდება სრულფასოვანი სამხედრო პოზიციების გამყარება. ერთმა ევროპელმა დიპლომატმა ესეთი სკეპტიციზმის პასუხად, რომ ევროპელებიც საუბრობენ ხელახალ შეიარაღებაზე ევროპის და მათი საუბარი შეიძლება არ მივიდეს საბოლოო აღსრულებამდე ამის. როდესაც ასევე გაისმა სკეპტიციზმი გერმანიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ 1 ტრილიონი იქნას გამოყოფილი ინფრასტრუქტურის და სამხედრო აღშენებლობის მიზნებზე, აქაც სკეპტიციზმის პასუხად აღმოსავლეთ ევროპელი დიპლომატის პასუხი იყო, რომ აი რაც შეეხება გერმანელებს, გერმანია როდესაც ამბობს და იღებს გადაწყვეტილებას, იმას კი ნამდვილად ასრულებს და ის აუცილებლად შესრულდება. სხვადასხვა ტიპის შეფასებები მოყვა საერთოდ გერმანიის ხელახალ შეიარაღებას, ცოტა ხნის წინ ჩვენ ვისმინეთ პოლონეთის ლიდერების განცხადებაც, რომ გასაგებია, რომ უცნაურად ჟღერს ცოტა ესე შეიძლება ვიღაცას კიდეც ეხამუშება, რომ პოლონეთი მხარს უჭერს ხელახლა შეიარაღებული გერმანიის არსებობას, მაგრამ დღეს სხვა რეალობაა, დღეს სხვა გერმანია, სხვა ევროპა და საერთოდ სხვა გამოწვევები დგას ჩვენს წინაშე. ვაიმარის სამკუთხედში ძალიან მნიშვნელოვანი
მოთამაშე შემოვიდა მაკრონთან და ტუსკთან ერთად მერცი ასევე სერიოზულ როლს ითამაშებს. მე გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ არ უნდა დაუკარგოთ შოლცსაც და მის დაავრობას, რომლის კანცლერობის პერიოდში გერმანია 5000 ჩაფხუტიდან და საველე ჰოსპიტალიდან ავიდა მეორე სამხედრო დახმარების მიმწოდებელ ქვეყნის დონეზე უკრაინისთვის. რამდენად პრინციპული, რამდენად კატეგორიული შეიძლება იყოს რეალურად გერმანიაზე ასევე განსაკუთრებული თუ შეიძლება ამ ჟარგონს ვიხმართ წითელი ენთებად ასევე რუსებსაც ცხადია და გერმანიის შეარაღებაზეც და განსაკუთრებული აგრესიით ყველა გერმანიის ყველა განცხადებაზე და გადაწყვეტილებაზე რეაგირებენ რუსული პროპაგანდისტური მანქანები. როდესაც მე აღნიშნე გერმანია დაბრუნდა წინა კანცლერის იყო ცაიტუნვენდე იყო ხო შემოbrunება გერმანიის. ახლა გერმანია დაბრუნდა. რამდენად გაქვს შენ იმის განცდა და რწმენა რომ აი გერმანია იმ ლიდერულ პოზიციებს დაუბრუნდება, რომლის მოლოდინიც აქვს ევროპაში ბევრს, ევროპის ფარგლებს გარეთაც ბევრს და აქვე მინდა კითხო არის თუ არა ამის მოლოდინი ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, რომ მართლაც ასეთი ღირსეული საპირწონე ქვეყანა იქნება ევროპაში წამყვანი ამ პოლიტიკის განხორციელებაში. ფაქტია, რომ გერმანია მოწინავე ეკონომიკად რჩება ევროპის კონტინენტზე. ფაქტია ისიც, რომ მერცმა არა მხოლოდ უკრაინასთან მიმართებით და რუსეთთან მიმართებით გამოაჩინა კბილები, არამედ ჩვენ გვახსოვს მისი კოალიციური განცხადება, კოალიციური ბრიფინგის დროს გაკეთებული განცხადება ტრამპის მიმართ, რომელიც საკმაოდ დამაჯერებელი და საკმაოდ როგორ თქვა, კაცრ პოზიციას წარმოადგენდა, სადაც მან თქვა, რომ მაშინ ვიმოქმედებთ ისე, როგორც საჭიროა და იგი არ უფრთხის ამ შემთხვევაში ვაშინგტონის პოზიციას ევროპის და კონკრეტულად გერმანული ბიზნესების მიმართ. ის ამისთვის მზად არის, როგორც ჩანს. ამავდროულად განსხვავება ვთქვათ, აი ბოლო რამდენიმე 10 წლეულის პერიოდში, რაც ვთქვათ, აი გერმანიაში უდაოდ შეინიშნებოდა და ეს მოახდინა სწორედ აი ამ დღევანდელი გადმოსახედიდან არასწორმა პოლიტიკამ რუსეთთან ურთიერთობაში ის რომ მართლაც გერმანიაში აი მეც როცა ვსწავლობდი იმ დროს დომინირებდა ეს კვეთრად პაციფისტური დამოკიდებულება. არავის ჯარში არ უნდოდა, არც ჩემი მეგობრებს არც არ განიხილავენ, უფრო მეტიც ეს იყო რაღაცნაირი ქილიკის საგანიც, ანუ ეს მოიაზრებოდა, რომ აი რა დროს ომებია და ჯარში რატო უნდა წავიდეთ და მაშინ მოხდა სწორედ სავალდებულო სამხედრო გაწვევის კანონმდებლობიდან მოხსნა რისი აღდგენის დისკუსიაც ახლა მიმდინარეობს და ძალიან რთულია სწორედ ამ ტალღაზე ახლა უკან დაბრუნება, მაგრამ სწორედ რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ ცვლილება და მე მგონი აი ცაიტენვენდე იყო მაშინ თუ იყო ცვლილება მენტალური შეინიშნებოდა უკვე სახალხო დონეზე. მაჯერ მედია ელიტები, სახალხო წარმომადგენლობა, ადგილობრივი განწყობა, მათ შორის ახალგაზრდებში სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა. ჩვენ ეს არ გვჭირ ამის ფუფუნება ვერ ვნახეთ ვერც 2008 წელს, ვერც 2014 წელს, აბსოლუტურად ინდიფერენტული იყო იქ გერმანული საზოგადოება როგორც ასეთი. 2022 წელს სრულიად შეიცვალა სურათი და დაკვეთა სწორედ რომ წამოვიდა აი ამ გამსაზღვრელი საზოგადოებრივი განწყობიდან და გერმანია ძლიერი დემოკრატია, რომელიც პირდაპირ ემორჩილება სახალხო განწყობებს. ეს იყო პირველი, რაც მე შევნიშნე შევერაღებელი თვალით, იმიტომ რომ ნამდვილად სულ სხვა პოზიციები დაიკავა გერმანელი ადამიანების თვალში რუსეთმა და მოსკოვის პოლიტიკამ. ცნობიერება სულ სხვა ეტაპზე ავიდა ამ ვითარებაში და შესაბამისად წარსულიც ძალიან ადეკვატურად გადაფასდა. ამაზე ახლა მერცი სრულიად ლოგიკურად კაპიტალიზდება. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში ბევრი შიდა გამოწვევა არსებობს, რაზეც მას მოუწევს, რომ რაღაც გარკვეულწილად დაემორჩილოს როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად, ისე იქნება ეს მიგრაციის პოლიტიკა, თუ რაც მთავარია გერმანიის სოციალური პოლიტიკა, რომლის ბიუჯეტსაც ახლა დიდი თანხები უნდა მოაკლდეს იმისთვის, რომ სამხედრო დაფინანსება გაიზარდოს, ამ ფონზეც კი ის ძალიან გადაწყვეტილი ჩანს
და ამბობს, რომ ჩვენ ამას შევძლებთ, ჩვენი სამხედრო რესურსი იქნება მოწოდების სიმაღლეზე იმისთვის, რომ ჩვენ გარე აგრესიას გავამკლავდეთ. მისი პოპულარობა დაიწია მისმა პოპულარობამ სხვათა შორის სამხედრო ხარჯების გაზრდის გადაწყვეტილების შემდეგ და მიუახლოვდა მას ძალიან ულტრა რადიკალური, ასე შემოვიფარგლოთ, ამითი ალტერნატივა გერმანიისთვის პოლიტიკური ძალა, რომელიც ძალიან ახლოს არის იმასთან, რომ აღიარებული იყოს როგორც ექსტრემისტული ორგანიზაცია, თუმცა უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ აი ამ არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში და მას შემდეგაც მნიშვნელოვან ნაწილში გერმანიის ამ გაერთიანებამ თუ ამ ძალამ მიიღო ძალიან სერიოზული მხარდაჭერა და მზარდია მისი მხარდაჭერა და მისი პოპულარობა. როგორ შეიძლება აი ამ ყველაფერს ერთობლიობაში გაუმკლავდეს დღევანდელი გერმანული კოალიცია ხელისუფლებაში მყოფი? რთულია იმიტომ პირველ რიგში იმიტომ რომ ახლა საგარეო ფრონტზე გამოწვევები არის წამყვანი და მერცის კოალიციამ ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიიღო რომ სწორედ საგარეო მიმართული სამხედრო საგარეო მიმართულება იქნება პრიორიტეტი თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს და ამანაც განაპირობა გარკვეულწილად მერცისა თუ ქრისტიან დემოკრატების მხარდაჭერა ის რომ მანაც თავის წინასაარჩევნო პლატფორმად გაიხადა მიგრაცია, საიმიგრაციო საკითხები და არა მხოლოდ წინასაარჩევნოთ, არამედ დღეს უკვე აღასრულებს მათ გაამკაცრეს საიმიგრაციო პოლიტიკა, მათ ძალიან დაჩქარებული წესით შეცვალეს რიგი საკანონმდებლო აქტები და კიდევ დღის წესრიგში დგას კიდევ უფრო გამკაცრება საიმიგრაციო პოლიტიკით. ამით ერთგვარად გარკვეულ ნაწილში გადაიფარა AfD-ს პოლიტიკური პლატფორმა, თუმცა რასაკვირველია იმათი პოპულისტური ტალღა სულ სხვა ნიადაგზეა აღმოცენებული და ბევრი ფრთხილობს გერმანიაში იმას, რომ თუ არსებულმა კოალიციამ მიუხედავად იმისა, რომ ეჭვი არ ეპარებათ, რომ ამ კოალიციას თავისი ვადის ბოლომდე მიყვანის პრობლემა არ აქვს, 4 წლის ამოწურვის შემდეგ ბევრი შიშობს, რომ შესაძლოა მათი სწორედ ამ არაპოპულარული, მაგრამ საჭირო ნაბიჯების შედეგად შესაძლოა კიდევ უფრო ამოიწიოს ქალბატონი AfD-ს ლიდერი, რაც წარმოადგენს საფრთხეს, მაგრამ ეს შეფასება არის დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომდევნო 4 წელიწადში მერცი ვერ შეძლებს გაცილებით უფრო სერიოზულად დაიმკვიდროს. 4 წელი უკვე ისეთი ძალიან სერიოზული და შორეული ვადა არის, რომ 4 დღის მერე რა იქნება ამაზე. ასევე საინტერესო რაც არის ბოდიში ბუკა რისი თქმაც მინდა, ასევე მრავალწლიანი, ასე ვთქვათ, დაკვირვების საგანია მათ შორის სუბიექტური ის, რომ ვაშინგტონის მიმართ ერთგვარი კონკურენცია სულ არსებობდა ოფიციალურ ბერლინშიც და მათ შორის სახალხო დონეზეც და ტრამპის აი ამ ცოტა თავისებურმა პოზიციებმა კიდევ უფრო მეტად მოახდინა გერმანული პოზიციების კონსოლიდაცია, რამაც შესაძლოა მეტი კაპიტალი შესძინოს მერცს იმ არაპოპულარულ გადაწყვეტილებებში, რომელიც სხვა დროს ალბათ უფრო არაპოპულარული იქნება. კი, ტრამპის მადლობელი უნდა იყოს ბევრი, სხვათა შორის, მათ შორის ცოტა ხნის წინ კანადის პრემიერ-მინისტრი სტუმრობდა მისი პარტია ახლა უკვე უმრავლესობასთან ძალიან ახლოს არის რეალურად, მან შეინარჩუნა სრულად, როცა 20%-ით აგებდა კონსერვატიულ პარტიასთან, მარკ კარნი ახლა არის პრემიერ-მინისტრი, რომ დაუბრუნდეთ უკრაინის თემას, ანტალიაში იქნება არაფორმალური ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი, უკრაინის საგარეო პოლიტიკური ვექტორი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებამ ნახე, რომ შეუქცევადია უკრაინის ნატოში გაწევრიანება, თვლი რომ შეიძლება ამ მხრივ შემოbrunებად, ამ მხრივაც იყოს შემოbrunება, რომ გერმანიამ საბოლოოდ გაითავისოს ის, რაზეც წლების მანძილზე საუბრობდით ჩვენც და უკრაინელებიც, რომ ვიდრე
რუსეთის სამიზნეში მყოფი ქვეყნები არ გახდებიან ნატოს წევრი სახელმწიფოები, მანამდე მუდმივად იქნება საფრთხე ამ ქვეყნების და საფრთხე ისეთი დიდი მასშტაბური ომების და კიდევ უფრო მასშტაბურის, როგორცაც უკვე აგერ ბენდეც ხედავს, პროგნოზირებს, ანალიზს უკეთებს და სხვა სპეციალური სამსახურებიც. დღევანდელი გადმოსახედიდან ასე ჩანს, ანუ ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ნატოს გაფართოების პოლიტიკის გარეშე ევროპელი ლიდერები ვერ ხედავენ ევროპის კონტინენტზე მშვიდობის, გრძელვადიან მშვიდობას. ეს არის დღეს ლიდერშიპში ძალიან გააზრებული კონცეფცია, რომელსაც ისინი არა მხოლოდ გაიაზრებენ, არამედ ამ პოლიტიკას ასე ვთქვათ, არ ვიცი, აწვევიან, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონიდან ახლა განსხვავებული პოზიციები დაფიქსირდა. ნატოსთან მიმართებით, უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან მიმართებით, უფრო მეტიც იყო არაერთგვაროვანი განცხადებები თუ შედარებით არათანმიმდევრული განცხადებები მის თაობაზე შეიძლება ბალტიისპირეთიდან მოხდეს ამერიკის ჯარების გაყვანა. მიუხედავად ამისა, ევროპა მზად არის, რომ მოლაპარაკებები აწარმოოს უკრაინის კვლავ ნატოს დღის წესრიგში დაბრუნების თაობაზე. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ მათ სრულიად გააზრებული აქვთ, რა საფრთხის წინაშე დგას ევროპის კონტინენტი, იმ შემთხვევაში თუ ისინი ვერ მოახერხებენ აი ამ რუსეთის ყოფილი გავლენის სფეროების ევროპულ უსაფრთხოების ჩარჩოში მოქცევას. რომ არა, ანგელა მერკელი 2008 წელს როგორც წავიდოდა საერთოდ ისტორია საქართველოს და უკრაინის, ასევე არავინ არ იცის, იმიტომ რომ რეალურად ძალიან სერიოზული ჩვენთვის საბედისწერო პოზიცია დააფიქსირა მაშინ და არ შეირყა მისი პოზიცია მიუხედავად ძალიან დიდი ძალისხმევის და მცდელობისა იმჟამინდელი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის და ადმინისტრაციის და საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებების, რა თქმა უნდა. ცოტა დრო გრჩება, მაგრამ მინდა რომ მოვასწრო სულ ბოლოში მრჩება ხოლმე ამხელა და ასეთი უზარმაზარი ჩინეთი. კანცლერ მერკელის დროს გერმანული ბიზნესი უბედნიერესი იყო ჩინეთში საქმიანობით, განსაკუთრებით ავტობიზნესი. შედარებით გართულდა ევროკავშირის და ევროპული კავშირის და ჩინეთის ურთიერთობები ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ ახლა მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სატარიფო დაძაბულობა შერბილდა და პაუზა გამოცხადდა და დაიწია ამ ტარიფებმა, ჩინეთი უფრო მეტ ინტერესს ამჟღავნებს ევროპული ბიზნესის მიმართ და ევროპელი პარტნიორების მიმართ. ხედავ თუ არა, რომ შესაძლებლობას, რომ გერმანიამ ისევ გაიწიოს ჩინეთისკენ იგივე დონის ურთიერთობების მისაღწევად გერმანული ბიზნესისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ახლა ევროპული ბაზრებისთვის საკმაოდ ხელსაყრელი გარემოებაა და გარკვეული შესაძლებლობების ახლებურ ფანჯარას ავლეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩინეთს ევროპის და მათ შორის ბერლინის უსაფრთხოების კონცეფციაში არანაკლები ყურადღება ეთმობა, ალბათ ნაკლებ სავარაუდო იქნება, ვიფიქროთ, რომ ახლა იმის გამო, რომ ვაშინგტონის პოლიტიკის დაბალანსება წარმოადგენს გარკვეულ ამოცანას, სხვა ვექტორი აიღოს ამ შემთხვევაში ბერლინმა, მით უმეტეს, რომ მათ ცალსახად დააფიქსირეს პოზიცია, რომ დემოკრატიზაციას ალტერნატივა არ აქვს დასუსტებული ავტორიტარიზმების წინააღმდეგ, ანუ ავტორიტარული მმართველობების დასუსტება წარმოადგენს მათ სტრატეგიულ ამოცანას, მათ იციან, რომ არ არსებობს ჩინური ბიზნესი, რომელიც არ არის კომუნისტური პარტიის ზედამხედველობის თუ კონტროლ ქვეშ, მათ ასევე იციან, რომ
ჩინურ ბიზნესებთან ურთიერთობა ავტომატურად ნიშნავს ამ მმართველების ჯიბეების გამსხვილებას და პრაქტიკულად იგივე ვექტორი იქნებოდა ის რაც იგივე შეცდომა იქნებოდა ის რაც თავის დროზე მოუვიდათ რუსეთთან და თავის დროზე საოკუპაციო რეჟიმთან ბერლინში. ამიტომ ამ გადმოსახედიდან ნაკლებ სავარაუდოა, შესაძლოა ბიზნესების დონეზე ეს შესაძლებლობა გამოყენებულ იქნას, თუ შესაძლებლობათა ეს ფანჯარა, მაგრამ ალბათ არა სახელმწიფო დონეზე. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის რიტორიკაც იცვლება ბოლო დღეების და კვირების განმავლობაში, იგივე ნატოსთან მიმართებით. დღეს გავრცელდა ცნობა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ესაუბრა გერმანიის კანცლერს, მიულოცა მას კანცლერად არჩევა და უსურვა წარმატებები, მაღალი ალბათობით ანტალიაში ნატოს მინისტერიალის ფარგლებში ექნებათ კოლეგებს გერმანიიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან მჭიდრო კონსულტაციების შესაძლებლობა, ასე რომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ის ევროატლანტიკური ღერძი შენარჩუნებული იქნება და გაძლიერებულიც იქნება და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს ყველაფერი წაადგება უკრაინის და რა თქმა უნდა საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებას მომავალში. დიდი მადლობა ნინო, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. იმედი მაქვს, რომ კიდევ გვეწევი სტუმრად და ძალიან დიდი მადლობა გემშვიდობებით მომავალ ორშაბათამდე.